ჩვენ კი ვამბობთ, რომ სანქციებს მიერთებულები არ ვართ, მაგრამ ფაქტობრივი თვალსაზრისით, აი რაღაც დონეზე შეიძლება ვთქვათ, რომ მიერთებულები ვართ, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ აი ფინანსურ სისტემაში არსებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმი დაიცვას. და ანუ ამას პლუს ემატება ჩვენი რაღაც ორი სისტემური ბანკი, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობენ და მათთვის ანუ ეს საერთაშორისო სანქციას პრინციპში ავტომატურ რეჟიმში ექვემდებარებიან. ანუ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს ავტომატურად ექვემდებარებიან. ხო, თუმცა მეორე მხრივ ეს ცოტა ხნის წინ ეს გახმაურებული მოვლენა რაც იყო ამ 650 მილიონ დოლარის ეკვივალენტი რუბლის შემოტანაზე და გათეთრებასთან დაკავშირებით, ხო, მათ შორის იმაზე მიუთითებს, რომ ვერ გეტყვით ახლა უშუალოდ რისი ბრალი იყო, ან ვისი ბრალი იყო, მაგრამ ნუ ფინანსური სისტემა, ესე იგი მაინც და მაინც იდეალურად არ ფუნქციონირებს, ნუ ყველაზე უფრო მსუბუქად რო ვთქვათ.